მოგესალმებით. ეთერშია წიგნი პოდკასტზე, მე კი მის წამყვანი ლევან კურცხალი ვარ. პოდკასტის პარტნიორია რადიო ჯიპა და გამომცემლობა ლურჯი ოკეანე. პოდკასტის მე-11 ეპიზოდში განვიხილავთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან წიგნს, რობერტ გრინის ძალაუფლების 58 კანონს. ეს არის წიგნი, რომელიც მილიონობით ადამიანს აფიქრებს ძალაუფლებაზე, ყველაზე მყარ ფუნდამენტზე, რომელზეც კაცობრიობა დგას მისი იერარქიული მოწყობის დღიდან. ამ წიგნმა მეორე სიცოცხლე აჩუქა თავად ავტორს, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე ფინანსური პრობლემების და პროფესიული წარმატებების გამო საკუთარ თავს არარეალიზებულ ადამიანად თვლიდა. ძალაუფლების 58 კანონი რობერტ გრინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე სადაო წიგნია. მასზე ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ. ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების გზამკვლევია, სხვებისთვის კი ცფიერების და манипуляციის სახელმძღვანელო. ვფიქრობ, რომ ეს პოდკასტი იქნება ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი, იმიტომ რომ ძალიან ფუნდამენტურად განვიხილავთ ძალაუფლებას. ჩვენთან ერთად არის თორნიკე შარაშენიძე, ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი და ადამიანი, რომელიც წლები აკვირდება და ანალიზებს ძალაუფლების გამოყენებას პოლიტიკაში და საერთაშორისო ურთიერთობებში. თორნიკე, გამარჯობა და მადლობა, რომ ხარ ჩემი პოდკასტის სტუმარი. დავიწყოთ ყველაზე მთავარით და ასე ვთქვათ, მარტივად და ყოველთვის გასაგებად რომ ავხსნათ, რა არის ძალაუფლება და როგორი არის ძალაუფლება, რაზე ეს დამყარებული? მოდი ამისთვის მოვიშველებ ნაწყვეტს ყველაზე ცნობილი სერიალიდან Game of Thrones. ეს სერიალი დაფუძნებულია წიგნზე, როგორც ცნობილია. მაგრამ ახლა წიგნის პირველი არკითხულს როგორც ცნობილია 21 საუკუნეში, გამომდინარე ჩვენი ეპოქის დინამიკიდან, სერიალი ბევრს აქვს ნახი და ალბათ ბევრმა მიაქცია ყურადღება, ბევრმა დაიმახსოვრა შეიძლება ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდი, ვარისი ეუბნება თუ არ ვცდები ტირიონს. წარმოიდგინე სიტუაცია, ოთახში არიან მდიდარი კაცი, ოთახში არის ასევე მეფე და ოთახში არის მღვდელი, კარდინალი. არ მახსოვს ზუსტად, სასულიერო პირი. და ოთახში შემოდის შეერაღებული კაცი. მეფე ეუბნება შეერაღებულ კაცს, რომ ეს ორი მოკალი გიბრძანებს სახელმწიფოს სახელით, მღვდელი ეუბნება, რომ ღმერთის სახელით გიბრძანებს ეს ორი მოკალი და მდიდარი კაცი ეუბნება, რომ მოკალი ეს ორი და ფულს მოგცემ. და რას იზამს ეს კაცი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიაჩნია მას ესე თქვათ ლეგიტიმაციის წყარო. საიდან მოდის მისთვის ესე თქვათ ლეგიტიმაცია და ძალაუფლება მისთვის სად არის რა? ღმერთის უფრო ეშინოდეს, მეფის სახელმწიფოსი თუ მდიდარი კაცის და ასე შემდეგ, მაგრამ აქ კიდევ ერთი მომენტი აქვს ჩადებული. საბოლოო ჯამში ძალაუფლება გააჩნია იმას, ვინც აკონტროლებს შეერაღებულ ადამიანს. სახელმწიფოს შინთ ძალაუფლება არის რეალურად ალბათ ძალოვანები, პოლიცია მარტივად რომ თქვა ძალიან. ვინც აკონტროლებს პოლიციას და ძალოვანებს, მის ხელშია ძალაუფლება. ძალიან მარტივად რომ დავიყვანოთ რომ აქამდე დადის ყველაფერი საბოლოო ჯამში. ფულიც აქამდე დადის, ეხლა ფული თუ გაქვს და შენ, მაგრამ სხვა აკონტროლებს ვიღაცა პოლიციას და ძალოვანებს, შეიძლება ფული მარტივად წაგართვას, ხო? მასში ესაქმე. საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო პოლიტიკაში power, ძალა გააჩნია იმას, ვისაც ყავს ყველაზე უფრო ძლიერი შეერაღებული ძალები. ისევ და ისევ მივდივართ აქამდე. იარაღის ფლობა და იარაღის გამოყენება. კი ბატონო, ხო. ინფორმაცია რა, ინფორმაცია კი, მაგრამ საბოლოო ჯამში ინფორმაცია რო დააპირისპირო იარაღს, მაინც იარაღი აჯობებს, ხო? ეს საქმე ის არის, ამ ინფორმაცია არ მოახდინოს манипуляცია იარაღი და არ მიატრიალოს სხვა მხარეს, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იარაღი ასრულებს საბოლოოს ამბობს საბოლოო სიტყვას. ამაშია საქმე და კიდევ ერთ გავიხსენებდი საინტერესო ამბავს, ეს ფილმიდან არის ნაღდი ისტორია. საფრანგეთში როცა მოხდა რევოლუცია, მერე სანამ ნაპოლეონმა ჩაიდო ხელში ძალაუფლება, არეულობა იყო და განხორციელდა რამდენიმე ესე თქვა კვაზი, ესე თქვა ლაით გაატრიალება და ერთ-ერთი გაატრიალების დროს, სწორედ ნაპოლეონის ერთ-ერთი გენერალი თავის ბატალიონთან ერთად შევარდა პარლამენტში და გაყარა დეპუტატები და ერთ-ერთი გაბრაზებული დეპუტატი ეკითხება ოფიცერს, ერთ-ერთ ოფიცერს, რომ ეს რა არის, ახტებაო, სად არის კანონიო? და ოფიცერი დაანახებს თავის ხმალს და ეუბნება, აი ეს არის შენი კანონი. ისევ და ისევ მიდივართ აქამდე რა, რომ თუ შენ ხო, კი ბატონო, ვინც ძალას აკონტროლებს, იმის ხელში არის, ვინც ხმალს აკონტროლებს, მის ხელში არის ძალაუფლება, power. რატო გჭირდება ადამიანებს იერარქია და ძალაუფლების გარეშე მართვა შეგვიძლია თუ არა და მივიდივართ ისევ იქამდე ლიდერიც საჭიროა თუ არა, ხო? იმიტომ რომ იერარქიის ვერტიკალში დგას ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს, ხო? და კონსოლიდირებულია თუ არა ძალაუფლება ლიდერის გარეშე. ესეც საინტერესოა. ლიდერის გარეშე? ხო.
აუცილებლად საჭიროა ლიდერი ძალაუფლებისთვის. ერთ ადამიანზე თუ არის საუბარი ლიდერზე, ანუ გააჩნია ხო ეხლა ევროპაში შეიძლება ევროპაში ძირითადად გვაქვს ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკები, სადაც მაქსიმალურად ესე ვთქვათ შესუსტებულია ერთი ადამიანის გავლენა. პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც როგორც წესი არ არის ესეთი ქარიზმატული ფიგურა, როგორც ჩვენ ვართ მიჩვეულები საქართველოში და მთლიანად შეიძლება ითქვას პოლსაჭროთა სივრცეში, ტექნიკური ტექნოკრატები არიან როგორც წესი, ხო? იშვიათად რომ რაღაც გამორჩეუძლიერი ფიგურა იყოს. მაგრამ ეს გახდა შესაძლებელი ევროკავშირის შემთხვევაში. ევროკავშირის შემთხვევაში რომელსაც ეხლა ასევე დაუდგა გამოფხიზლების ხანა უკრაინის ომის გამო და ფიქრობენ რომ ეხლა უნდა შეიარაღდნენ ძალა უნდა მოიკრიბონ და მე ძალიან ისე თქვათ პროფესიული ინტერესიც მაქვს ამასთან მიმართებაში მართლა მოახერხებს თუ არა ევროკავშირი ისე თქვათ შეიარაღებას იმიტომ რომ ევროკავშირის 64 იმიტომ გახლავთ იმიტომაც უნდა ყველას იქით რომ ყველას არა მაგრამ ეხლა ბევრს ხო ჩვენი ჩათვლით რო იკაი ცხოვრება და რის ხარჯი ეს კაი ცხოვრება ვარი თქვეს შეერაღებაში ფულის დახარჯვაზე. Power-ზე ვარ ითქვეს, შეიძლება ითქვას ნაწილობრივ, არა? ესე გამოდის. პოლიციის იქით არაფერი არ გააჩნია. საერთაშორისო ურთიერთობებში ისინი ვერ ასრულებენ დიდ ფუნქციას და როლს, იმიტომ რომ ძლიერი ჯარი არ ყავთ. და თუ ისინი ესე ვთქვათ ჩადებენ დიდ ფულს ჯარში, იქნება ის ევროკავშირი, რომელიც ახლა ჩვენ მოგწონს და გვინდა, ძალიან საინტერესო იქნება. მე ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი გამოცანაა საინტერესო. რა მოხდება თუ მართლა მათ ძლიერი ჯარები შექმნეს და ვისაც ძლიერი ჯარი ყავს საერთაშორისო ურთიერთობებში, ის როგორც წესი მე მოინდომებს ხოლმე რომ თავის სიტყვა თქვას საერთაშორისო პოლიტიკაში, აბა ეს ჯარი რა თქინდა, ხო? ამაშია საქმე. როგორც ჩეხოვს რა თქვა მე, თუ კედელზე კიდია თოფი უნდა გაისრულოს, მე ვერთ თუ მესამე მოქმედებაშიო და ეხლა ჯარი როყავს ქვეყანას, ოდესღაც გამოიყენებს. რა არის ყველაზე ხშირად გამოყენებული манипуляციური სტრატეგია პოლიტიკაში, რასაც აკვირდები, თუნდაც ქართულ პოლიტიკაში? ნუ რასაკვირველია, манипуляციური სტრატეგია არის ის, რომ შენი თავი, შენი პოლიტიკური მისწრაფებები გაიგივო რაღაც დიოდ მიზნებთან, ხო, რაღაც ფასეულობებთან და მოწინააღმდეგეს შესაბამისად რაღაც იალიღი მიაკერო. საქართველოში რა თქმა უნდა იალიღი არის, რა თქმა უნდა რუსეთი, ხო ეს? პავლოვის ზაღლის პრინციპი ძალიან საინტერესოა. ანუ შეიძლება საქართველოს მოსახლეობას არ ძულდეს სიტყვაზე პოლიტიკოსი ვიღაცა, რა ვთქვათ, კიბრუწაშვილი. და რო თქვა რომ ეხლა კიბრუწაშვილი ცუდი კაცია, ხალხს გაუკვირდება, ხო? მაგრამ რო თქვა რომ კიბრუწაშვილი რუსეთის აგენტია, რუსეთზე ყველას გასაგებია, ხო? საფრთხეს აგონდება, ესე ვთქვათ, უარყოფითი ემოციები ეზალება. ისევე როგორც სიტყვაზე ეხლა თავის დროზე მაგალითად ვაკვირდებოდი, როცა ხდებოდა რუსული პროპაგანდის მიერ რუსულ მედიაში საქართველოს დემონიზაცია თუ უკრაინის დემონიზაცია, საქართველოს რო ახსენებდნენ, გვერდზე იქვე იყო ნატო. იმიტომ რომ საქართველოს ეხა იდეაში წესით არ უნდა ძულდეს რიგით რუს, მაგრამ ნატო ძულს და ნატოს რო ახსენებ, უკვე პავლოვის ზაღლივით ისე თქვა, აი ეს რეაქცია ნერწყვი მოდის, ხო? აი ეს მომენტია ძალიან საინტერესო. ანუ ყოველთვის პოლიტიკოსმა უნდა მოახდინოს ისე თქვა თავისი ნამდვილი ზრახვების შენიღმვა და ეს თქმა უნდა არ ეხება მხოლოდ ქართულ პოლიტიკას, იგივე საერთაშორისო პოლიტიკაში, როცა რომელიღაც სახელმწიფოს უნდა რომ მიიტაცოს სხვა სახელმწიფოს ტერიტორია, არასოდეს ამბობს რომ ეს ტერიტორია მინდა. ამბობს რომ იქ, რა ვიცი, უნდა დაიცვას თავის მოქალაქეები, იქ დემოკრატია საფრთხეშია და ასე შემდეგ, ხო? ვერასოდეს ვერ ნახავ რომ მე ტერიტორია მინდა ეს ვიღაცამ თქვას. ეს არასოდეს არ ყოფილა მე მგონი. ანუ ხო პირდაპირ ეს არ უნდა რომ შემოვლითი. ხო, ძალიან საინტერესო რაღაც თქვი. დამალე შენი ზრახვები, ხო? და მათ შორის ერთ-ერთი კანონია, რომელზეც რობერტ გრინი საუბრობს. არის თუ არა ეს ძირითადი ინსტრუმენტი თანამედროვე დიპლომატიაში და აი ამ კუთხით მაგალითად როგორ გამოვლინდა რუსეთის, ჩინეთის ან რა ვიცი რომელიმე ქვეყნის შემთხვევაში, სადაც ყოველთვის მალავენ თავის რეალურ ზრახვებს და დღეს მთლიანად იცვლება, ხო, ეს უსაფრთხოების არქიტექტურაც. ზრახვების დამალვა ესე მარტივი არ არის, იმიტომ რომ ნებისმიერი ჭკუატყოფილი ადამიანი ნახდებოდეს იმას, რომ თუ ჩინეთი გაძლიერდება, მოინდომებს რომ კონდეს გავლენის სფერო. თუ რუსეთი გაძლიერდება, მოინდომებს რომ დაიბრუნოს გავლენის სფერო, რომ დაკარგეს რაღაც 35 წლის წინ, ხო? შესაბამისად აქ ვერ ზამალავ ძალიან ზრახვებს. საქმე არის იმაში, რომ აი თუ ეხლა ჩვენ ამაზე საუბრობთ. საქმე არის იმაში, რომ დინამიკა ისეთი გამოვიდა ცივი ომის დასრულების შემდეგ ისეთი დინამიკა განვითარდა რომ გაძლიერდა ეს ორი სახელმწიფო ჩინეთის და რუსეთის ხელი ვერ შეუშალეს თავის დროზე არასწორად მოიქცნენ მათთან მიმართება შეიძლება და შესაბამისად მოხდა ის რაც იყო აბსოლუტურად მოსაოდნელი
არაფერი ახლა ვინც უყურებდა ასე თუ ისე ინტენსიურად რუსეთში საზოგადოებრივი აზრის განვითარებას ის დაემოწმება რომ არასოდეს რუსეთში არ გახარებიათ საბჭოთა კავშირის დანგრევა. იქ შეიძლება უნდათ კომუნისტური რეჟიმის მოცილება, რომელიც იყო რა თქმა უნდა აბსურდული, რომელსაც თავისთავად მოჭამა ყველანი გაგებით, მაგრამ იმპერიის დანგრევა მათ არ უნდათ. და ეხლა ჩვენ სიტყვაზე რუსეთთან ახლა პრობლემები გვაქვს. უნდა შევეცადოთ რომ გავიაზროთ რა შეა საქმე მათი პრობლემა. პრობლემა იმაშია რომ მათ იმპერია შექმნეს თავის დროზე, ხო? და იმპერია შექმნა მარტივი არ არის ამაში. უამრავი რესურსი ხარჯება, ადამიანი ხოცება, შენ ჯარ გზავნით ასე შემდეგ და როცა გენგრევა იმპერიაც ხათი არ მოგწონს. შესაბამისად ახლა მოსაოდნელი იყო ეს ჩვეულებრივი ამბები ახლა. ამიტომაც დიპლომატიაში დამალვა რამის საერთაშორისო ურთიერთობებში არა ალბათ არ არის ესე მარტივი. სხვა საქმეა რომ დიპლომატიურ ხელოვნებაში რომელიც გულისხმობს ადამიანებს შორის ურთიერთობას, მოლაპარაკებას და ასე შემდეგ, შენ შეიძლება დამალო ესე თქვათ დამალო კი არა, შენ შეიძლება მოაჩვენო თავი უფრო კარგ ადამიანად სხვას ვიდრე სიამდვილეში ხარ. დიპლომატია სხვა არაფერია თუ არა ადამიანური ურთიერთობის მეშვეობით საერთაშორისო ურთიერთობის მართვა, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის მართვა და შესაბამისად შენ ქვეყნის ინტერესების დაცვა. ასეთ დროს ხადია დიპლომატები ცდილობენ რომ მოხიბლონ ვიღაცეები. სიტყვაზე საქართველოს დიპლომატი უნდა შეეცადოს ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომ დიპლომატიას ალბათ კიდევ უფრო დიდი როლი ენიჭება, იმიტომ რომ სხვა რესურსი ნაკლებად გვაქვს. ქართული დიპლომატი უნდა ცდილობდეს რომ აჩელე ბევრი მოხიბლოს. ბევრი ინტერესი გაადაროს. ხო, ბევრი მოხიბლოს, ბევრს გაუჩინოს საქართველოს მიმართ შესაბამისად რაღაცა კარგი დამოუკიდებლობა, სენტიმენტები და ამით რაღაცნაირად გააძლიეროს საქართველოს, რომელსაც ვიმეორებ ბევრი ბერკეტი გაძლიერებს არ გააჩნია და დიპლომატია არის ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტი მე მგონი ჩვენთვის. ანუ აქ მოსულა კი ბატონო, დამალე შენი განწყობა არ მოგწონს ვიღაცა. მაგალითად სიტყვაზე ჩინეთის, ინდოეთის დიპლომატი, მაგრამ ჭირდება რომ მოხიბლო ის, იმიტომ რომ შენ ქვეყანას ჭირდება. ეს სხვა ამბავია. ხო, დასაიდო ჩვენც ამ ხრივ რა სიტუაციაში ვართ, ეგეც ძალიან საინტერესო აი ამ კონტექსტში რაც ხდება, სადაც რეალურად ბრუნდება ხო ეს ძალის პოლიტიკა და ამაზე მე კიდე გვექნება საუბარი. არ წასულა ძალის პოლიტიკა. არსად არ წასულა. მოჩვენებითი იყო ეს მე რუსეთში. არ როდის წავიდა რომ თუნდაც რომ ითვლებოდა რომ ეს პატარა სახელმწიფოებსაც ჰქონდა თანაბარი უფლებები როგორც დიდ სახელმწიფოებს. ეს სიმბოლური დანიშნულება. ეს ევროკავშირში მხოლოდ ალბათ ეს ევროკავშირში თქო კი ბატონო ესია ლიხტენშტაინი ხარ გერმანია დიდი მნიშვნელობა აქვს არავინ არ დაესწრო თავს ხო. თუმცა ახლა იქაც ჩვენ ვიცით რომ ევროკავშირში მაინც პარადაიმი ყავს ორ დიდ ქვეყანას ხო გერმანია საფრანგეთს ასე თუ ისე იქაც ამიგვეთება ლიდერები. ხო და არ წასულა ეს არცად იმიტომ რომ ცივი ომის დასრულების შემდეგაც იყო ომები, იყო ერაყში ომი, მაგალითად, რომელს ეს იყო ამერიკის სერიოზული შეცდომა. ეს იმიტომ იყო სერიოზული შეცდომა, რომ ამერიკას წესით უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ ყოფილიყო მშვიდობა და ყოფილიყო აი ეს rules based order, რომელიც შექმნას ის ცდილობდა. როცა შენ გინდა რომ იყოს rules based order, შენ თვითონ არ უნდა ანუ წესები დაფუძნებული წესებზე შენ თვითონ წესი არ უნდა დაარღვიო ხო შესაბამისად ეხლა კი ყველას ესე მიაჩნია ალბათ უმეტესობას რომ ეხლა დაბრუნდა ეს ძალის გამოყენების ეპოქა როცა რუსეთმა დაიწყო ეს ომი უკრაინაში რომელიც თავის მასშტაბით და თავის არაპროვოცირებულობით არაპროვოცირებული იყო ეს კი ბატონო აჭარბებს ყველაფერს თან ევროპაში ხო თან ეხლა ყველა განიცდის უფრო ევროპაში როცა ომი თუ აღმოსავლეთში როცა ომი ამდამაც არ განიცდია ხო ჩვენში დარჩეს აფრიკაში მithuna ეს მე ვერ შეამჩნიოს ვერავ ტალერანს აქ რა თქვა მე გენერალურად ნაპოლეონს უთხრა ერთხელ რომ თქვენ როგორც ჩანს ბურბონებს ანუ საფრანგეთის სამეფო დინასტიის წარმოადგენლებს მიაჩნიათ რომ თქვენი სისხლი იმდენად ძვირფასი არ არის როგორც მათი სისხლიოდა. გვინდა არ გვინდა ჩვენ ხო ვიცით ევროპული სისხლი უფრო ძვირფასი ვიდრე ახლო აღმოსავლეთის უფრო ძვირფასი ვიდრე აფრიკის ხო ესეა იმიტომ რომ ჩვენ არ ვაქცევთ მანდამე დიდ ყურადღებას რამდენი ადამიანი ხოცება პალესტინაში. ეს ხო ფაქტია და კიდევ უფრო ნაკლებად უყურებს რამდენი ადამიანი ხოცება ყოველდღე ხან შიმშილით ხან რითი რა ვიცი აფრიკაში ხო ესე ადამიანის ბუნება მოწყობილი ამდენ ტრაგედიას ჩვენ თვითონ ვერ იტანს ბოლოს და ბოლოს სხვა თუ არაფერი. იმასაც განიცდი სადაც ხარ. რა თქმა უნდა, რაც ახლოს უფრო ხარ. საფრანგეთის რევოლუციამდე როცა ესე ვთქვათ არ იყო მიღებული ის აქსიომა, რომელიც ახლა ჩვენ აქსიომად მივაჩნევთ, ყველა ადამიანი თანასწორია. იქამდე როცა იწერებოდა ნაწარმოებები ყოველთვის იწერებოდა დიდრებზე. იმიტომ რომ მარტო დიდარი აინტერესებდა, ხალხს ღარიბებს რა შეინტერესებდა. წიგნები, პიესები, რომანები და ასე სულ დიდრებზე იყო როგორც წესი. იმიტომ რომ ღარიბი არაფერს არ აინტერესებდა. და ახლა დაახლოებით ისეთი სიტუაცია ანალოგიურად გადმოვიტანოთ, ევროპა აინტერესებს ყველას, იმიტომ რომ დიდარია, ხო? აი ეს არის ამაშია საქმე. გადავიდეთ ძალიან საინტერესო თემაზე, რასაც გრინ ძალიან ხშირად ეხება, ძალაუფლება და მორალი.
და მგონი რომ ძალიან საინტერესოა. ძალიან ცნობილ კითხვას დავსვავ. რაზეც მაკიაველი ამახვილებს ყურადღებას და რობერტ გრინი ხშირ შემთხვევაში ციტირებს მაკიაველს. ესეც ძალიან ასე ვთქვათ საინტერესო კითხვაა. რა უფრო ჯობია ძალოფლების გამტკიცებისთვის, როცა უყვარხარ თუ როცა ეშინიათ? და ორივე თქმა უნდა. შიში არ შეიქმს სიყვარულს. ხო, ამაშია საქმე. ხო, შეიძლება ესე თქვა ერთი გადავიდეს, მეორეში ჩაულებიო. ხა სტალინის ეშინოთ, მე გულწრფელად შეიყვარდეს, ეს ხო ფაქტია. სტალინი ხა შეიძლება არ გიყვარდეს, რატომ არ გიყვარდეს მაინდა-მაინც, მაგრამ ფაქტია რომ ამ ადამიანმა მიაღწია იმას, რომ მაშინ უყვარდათ და მიაღწია ძალაუფლებით ისეთ კონცენტრაციას, რომელიც არც მანამდე და არც მას შემდეგ მეგონი არავის არ ქონია. თუ გამოგდის პოლიტიკაში ყოფნის დროს, რომ შენი ნაბიჯები, ესე თქვა, იყო დაფუძნებული მორალზე, ამას რა ჯობია? თუ მიზნის მიღწევა შეგიძლია ისე რომ დააფუძნო შენი პოლიტიკა, ესე თქვა, ზნეობრივ ნორმებს, რაზეა საუბარი. მაგრამ თუ ისე გამოდის, რომ შენ გჭირდება ისეთი პოლიტიკის გადარება, შენი სახელმწიფოს გადარჩენა გაძლიერებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება რაღაც მორალურ ნორმას, მაშინ რა თქმა უნდა წინ უნდა დააყენოს სახელმწიფოს ინტერესი, ეს მხოლოდ გრინის აზრი არ არის. იმიტომ რომ როცა სიტყვაზე ჩვენ ვართ ოჯახში, ბუნებრივია ჩვენ ვფიქრობთ ძალიან სერიოზულად მორალზე, მეგობრებთან ურთიერთობაში ჩვენ ვფიქრობთ მორალზე და ასე შემდეგ, მაგრამ როცა სახელმწიფოს მართავთ და ჩვენს უკან არიან მილიონობით მოქალაქეები და მათი ელემენტარულად არსებობა დამოკიდებული არის ჩვენს მიერ გადადგმულ სწორ ნაბიჯებზე, გატარებულ სწორ პოლიტიკაზე, სწორედ ამაზე ვფიქრობ, პოლიტიკა იყოს სწორი და არ იმაზე რომ პოლიტიკა იყოს მორალური. თუ ემთხოვა ერთმანეთს გადასარევი, მაგრამ თუ წინააღმდეგობაშია უკაცრავად, მაგრამ სწორი მირჩევნია, იმიტომ რომ მე არ მაქვს ფუფუნება, რომ ჩემს ესე თქვა დავიკმაყოფილო ჩემი მორალური ესა, ჩემი ზნეობა დავიკმაყოფილო, ჩემი სინდისი იყოს 7, ხო? თუ მოკვდება ჩემი მოქალაქეები. ამაშია საფრთხე და ამაზე გრინი საუბრობს. ხადი არ მხოლოდ გრინი ხო, უამრავი ავტორი, იგივე საერთაშორისო ურთიერთობების. თუმცა თუ სამართლების სახელმწიფოში სამართალი მოდის წინააღმდეგობაში მორალთან, ხო? ამ შემთხვევაშიც არის ხო საფრთხე რომ დაკარგო ძალაუფლება, ხო? ამიტომ ხო არ ხდება ხოლმე რა ძალაუფლების კონცენტრაცია და შემდეგ ხდება შიშის დანერგვა, რომ შეინარჩუნო შენ ეს. მე ხა წერანი მას საუბრობდი საერთაშორისო პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფო შიგნით ჩვენ უფრო მეტად გმართებს მორალური ნორმები დაიცვა, იმიტომ რომ სახელმწიფო ასე თუ ისე რაღაც ესე თქვა შეუძლებელია, რომ შენ რაღაც ნორმა არ დაიცვა მორალის, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან დაგამხობენ ელემენტარულად შენივე მოქალაქეები. და ეხლა სტალინს თუ დაუბრუნდეთ. კი, საშინელი დიქტატურა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავე დროს მას თავის შვილი გაუშვა ომში. მაო ძედუნის დიქტატურა ჩინეთში საშინელი თავის შვილი დაუშვა ომში. და ორივე შვილი დაიღუპა სხვათა შორის, ხო? ანუ დიქტატორებიც კი იძულებული არიან რაღაცა მორალურ წესებს დაემორჩილონ, ომი როცა იწყება, ისინი თავის შვილებს უშვებენ ჩვეულებრივად ფრონტზე. კი ბატონო, ამაშია საქმე და თავი დავანებოთ ეხლა ბუნებრივია რა ვიცი, უამრავი დემოკრატიული სახელმწიფოები გაგვხსნა პირველ მსოფლიო ომში, მთელი ინგლისის ელიტა გაწყდა პირველ მსოფლიო ომში, შვილები მინისტრების და ასე შემდეგ. ამაშია საქმე. ხო და ანუ სახელმწიფო შიით კი რაღაც მორალი უნდა იყოს, მაგრამ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში, რომელიც გაცილებით უფრო დაუნდობელია, ვიდრე ადამიანებს შორის ურთიერთობები, სასწორზე როცა მithumე სასწორზე გიდგა შენი მოქალაქეები, აი აქ ნუ გინდა არ გინდა მოსულა რიშელიეს აქვს, რა თქვა, გენიალურად. ადამიანს აქვს ერთი სიცოცხლე, ამიტომ ჯოჯოხეთში რო არ მოხდეს და რო ცხონდეს, უნდა მოიქცეს კარგად, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ერთი სიცოცხლე. ადამიანს აქვს ორი სიცოცხლე, ბოდიში რიშელიემ თქვა, ამიტომაც იქ რო არ მოხდეს ჯოჯოხეთში და ცხონდეს, ამ ცხოვრებაში უნდა მოიქცეს კარგად, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ერთი სიცოცხლე, ერთი ცხოვრება, ამიტომაც მისთვის ყველაფერი მოსულა რომ გადარჩეს და გაძლიერდეს და ამ პრინციპით ხელმძღვანელობს ალბათ სინამდვილეში ყველა. ოღონდ ბუნებრივია ამაზე ესე თქვა ღიად არავინ არ საუბრობს და აი გრინის დამსახურება და კიდევ Game of Thrones-ის დამსახურება არის სწორედ იმაში რომ ხალხს გააგებინა სინამდვილეში რა ხდება ძალაუფლების სფეროში. რომ არ კონდეს ხალხს ილუზიები, ვინ წაკითხავს ამ ციკლს და ვინც ნახავს Game of Thrones და წაიკითხავს Game of Thrones. ილუზიები ნაკლებად ექნება და ეს ალბათ კარგია. ძალაუფლების კონცეფციიდან გამომდინარე, ნუ პრინციპში მორალზე ჩვენ ვისაუბრეთ. ძალაუფლება მორალურ ფასეულში შეიძლება ყოველთვის არ იყოს აგებული და ხა ეს განვიხილეთ რატო, ხო? მაგრამ საბოლოოდ ძალაუფლება ახერხებს თუ არა ყოველთვის, რომ ნუ გარყვნას ამ შორის ადამიანებს და გახდეს ეს ცინიკური, ხო? რომ გამოიყენოს შენ ეს ძალა, მათ შორის ისეთ რაღაცების მისაღწევად, რაც სხვა ადამიანები არ გააკეთებდნენ, ხო? ნუ ძალაუფლების გამოყენება მათ შორის მაგას აიძულო ადამიანები გააკეთონ ის, რაც სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდნენ, ხო? ხდება თუ არა ხშირად ცინიკური და ხდება თუ არა ადამიანის გარყונה, როცა შენ გაქვს ძალაუფლება და ამას იყენებ ბოროტად. გარყვნაში გააჩნია რას გულისხმობთ ბევრ ადამიანს ბუნებრივია მართლა ირყნება პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ როცა ადამიანი მოდის ხელისუფლების სათავეში ძალაუფლება უარდება ხელში და
რაღაცები აკეთდა ცხოვრებაში. შევსებას. კი ბატონო, კი ეს ხშირად გვინახავთ ჩვენ, ხო? არა ლამაზი ნამდვილად, როცა ეს ხდება. მაგრამ საქმე რაში არის? იმ შემთხვევაშიც კი, როცა ძალაუფლება ჩავუვარდება ხელში ჭკვიან და ღირსეულ ადამიანს, ისიც რაღაც დონეზე ყოველთვის ბოლო რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა არის ხელისუფლებაში, როცა აქვს ძალაუფლება, კარგავს, მე ვიტყოდი, ზომიერების შეგრძნებას და რეალობის აღქმის უნარს რაღაც ზონეზე. ამიტომაც იყო, რომ იულიუს კეისარს დაქირავებული ყავდა ვიღაცა, რომელიც ყურში ჩარჩუშლებდა ხოლმე, რომ არ დაგავიწყდეს მაინც ადამიანი ხარო, მაგრამ მაინც დაკარგა რაღაცა. როგორც ვნახეთ ჩვენ ზომიერების შეგრძნება და მოკლეს კიდევაც, ხო? და აი ეს მეტნაკლებად ალბათ ყველას ემართება, ვისაც ხელში უვარდება დიდი ძალაუფლება. მეტნაკლებად ყველას ემართება. ეხა ჩემი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ჩემი აზრით ალბათ ყველაზე წარმატებული დიპლომატიის სახელმწიფო მოღვაწე ბისმარკი, რომელსაც არ დაუშვია სერიოზული შეცდომა საგარეო პოლიტიკაში, დიდხანს იყო ძალიან ძალაუფლებაში 30 წელი და ახლობლად, მაგრამ არ დაუშვია სერიოზულ პოლიტიკას საგარეო პოლიტიკაში, მანაც დაუშვა ერთი მძიმე შეცდომა, ოღონდ შიდა პოლიტიკაში. რახან იყო თვითონ ძალიან ჭკვიანი. მსგავსი არ ყოფილია გერმანიას კი არა, მე მგონი არავის არასოდეს, არც მანამდე და არც მას შემდეგ. უბრალოდ ეზიზღებოდა პარლამენტში კრიტიკის მოსმენა, ეზიზღებოდა ეს ტიპიური დებატები და ასე შემდეგ. ამიტომაც ყველაფერი გააკეთა მისთვის, რომ დაესუსტებია პარლამენტი, დაესუსტებია ოპოზიციური პარტიები და ჩაიკლა გერმანიაში პოლიტიკური ცხოვრება და როცა ოდესღაც მას მოუხდა წასვლა, იმიტომ რომ გადააყენა იმპერატორმა, აღმოჩნდა რომ გერმანიაში იყო ესე თქვა ვაკუუმი ჭკვიანი ხალხის. იმიტომ რომ ესეთი სისტემა შექმნა, გაწმინდა, ხო, სისტემა შექმნა და ეს აღმოჩნდა შეიძლება ითქვას კიდევ უფრო მძიმე შეცდომა მისი, ვიდრე რომ დაეშვა რაღაც შეცდომა საგარეო პოლიტიკაში. იმიტომ რომ მე დიდხანს იყო, აი ამ ვაკუუმში მე ჭკვიანი ხალხი არ გამოჩნდა და ამ ჭკვიანი ხალხის ნაკლებობის ესპენებით გაივსო იქაურობა, ესპენები ეხვიათ გარშემო იმპერატორს ვილჰელმ მეორეს და ასე აი ამ ესპენების დამსახურებით დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რომელმაც გერმანია ძალიან დასწია უკან. პირველი მსოფლიო ომის ლოგიკური გაგრძელება იყო მეორე მსოფლიო ომი და ნუ გასაგებია ყველაფერი. დაჩაგრული გერმანიის აღდგენა, ამით მოვიდა ჰიტლერი. რობერტ გრინი ბევრ საინტერესო ისტორიას ყვება თავის წიგნში. ერთ-ერთი საინტერესო ისტორია არის სიკეთეს და ბოროტებზე, რამდენიმე მეტაფორა მოყავს ამ კუთხით. და ეს რაც ამბობს, რომ სამყარო უფრო მეტად ძლიერის და სუსტის დეფინიციას იცნობს, როცა ჩვენ ძალაუფლებას ვეხებით, ხო? ძალაუფლების კონცეფციაში არსებობს კეთილის და ბოროტის ცნება. ჩვენ ხშირად გვესმის ხო იგივე პოლიტიკაშიც რაღაც სოფლიო პოლიტიკის კუთხითაც, რომ აი რაღაც კეთილი და ბოროტი ძალის ბრძოლა. მე რო სოფლიოზე საინტერესო. გრინი სხვადასხვის ჩემთვის, ეხა მე საკმაოდ იხნისი წავიკითხე სიმე, რომ გამოვიდე ინგლისურად, მე მგონი მაშინ წავიკითხე და რამდენიმე რაც ჩამრჩა მისგან ძალიან ერთ-ერთი რაც ჩამრჩა იყო ძალიან კარგი მისი ინტერპრეტაცია მელოსის დიალოგის და ეხლა დაუბრუნდები რაც ეხლა ვკითხე. მელოსის დიალოგი ეს არის ნაწყვეტი თუკიდიდეს ისტორიიდან, იქ აღწერილი არის ომი, პელოპონესის ომი, ესე იგი. ათენსა სპარტას შორის და ერთი ეპიზოდი არის ძალიან საინტერესო, ათენელები მიადგებიან კუნძულ მელოსს და თხოვენ დანებებას. და იქ იმართება დიალოგი და ეხლა მელოსი დგას აშკარად მასზე უფრო ძლიერი ძალის პირისპირ და ათენელები ცდილობენ აუხსნან, რომ თუ არ დანებდებიან მელოსელები ღირსების გამო აირჩევენ მათთან ომს, მაშინ ბოლოდ განადგურდებიან და საბოლოო ჯამში მელოსი ირჩევს ომს და განადგურებას. და მე გრინს მოყავს იქ ძალიან კარგად, ესე თქვათ, ერთი იგავარაკში საუბრობენ ერთმანეთში კაკლის ხე და ატმის ხე. კაკლის ხე შეშივის ატმის ხეს, როცა ადამიანს უნდა ნიგოზი მამტროს ტოტებს და ცუდია, ხო? და ატმის ხე უუბნება, რომ მე ადამიანს რო იცნობ, როცა მოგიახლოვდება, ჩამოუშვი ტოტები და მოაკრეფინე, მე ეგრე ვაკეთებ და მარტო ატამს მოწყვეტს და ტოტები მთელი მრჩებაო, ხო და აი ეს ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, რომ უფრო დამეხმარა უფრო კარგად ესე თქვათ გამიაზრებინეს მელოსის დილემა, რომ მოდი შენთან ძლიერი მტერი რა უნდა ქნა ამ დროს. ძალიან რთულია. ამის ესე თქვათ ახსნა რო უნდა მოიქცე. მე თუ ეს მაშინ ვიწყებდი ამ ლექციებს კითხვა საერთაშორისო ურთიერთობებში და ხო და აი ეს თუ კიდე ეს ავტორი რომელიც მოსწონს აშკარად გრინს, სწორედ მაგას უსვამს ხას, რომ რეალურად პოლიტიკაში არიან ძლიერები და სუსტები, ძლიერი აკეთებს იმას, რაც მას უნდა და სუსტი აკეთებს იმას, რასაც მას აიძულებენ და რაც შეეხება ბოროტს და კეთილს,
თუ კიდე არის ეწოდებული რეალიზმის სკოლის წარმოადგენელი, მაშინ რეალიზმის ტერმინი არსებობდა მე-20 საუკუნეში გაჩნდა. მაგრამ მე როცა ესე თქვა, შეხედეს ძველებს თქვეს რომ მაკიაველი რეალისტია, თუ კიდე რეალისტია და ასე შემდეგ და ისიც ამბობს სწორედ ამას, რომ არ არსებობენ ბოროტები და კეთილები. რეალისტებისთვის საერთაშორისო ურთიერთობებში ბოროტი და კეთილი სახელმწიფოები არ არსებობენ. ბინარული ცნება. კი ბატონო, ხო, არსებობენ ძლიერი და სუსტები. რეალისტებისთვის ეხლა კიდევ ერთხელ გამიმეორებ, მეც აღარ ვიზამ. სამყარო გავს უფრო Game of Thrones და არა Lord of the Rings, ას კეთილი და ბოროტის ბრძოლა ყოველთვის. ხო და ეხლა მითუმეტ ჩვენ თუ გავხსენებთ რომ ეხლა ყოველთვის როცა ომი სრულდება ომის ისტორიას გამარჯვებულები წერენ, უნდა გვახსოვდეს რა ერთი რაღაცა რომ რატო არის რომ ეხლა ესე ხდება ყოველ ისტორიაში ესე რომ სუსიკეთი იმარჯვებს ხოლმე ომში, რატო? იმიტომ გამარჯვებულმა დაწერა და თავის თავს ბოროტად ხوار გამოიყვანს, ადი კეთილად გამოიყვანს, ხო, ამაშია საქმე. ამიტომაც ესეც რომ გამარჯვებულები წერენ ისტორიას, მათ შორის რა თქმა უნდა, ომების ისტორიას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბუნიო გვიბიძგებს ეკითხე რომ ვიფიქროთ რომ ალბათ ესე მარტივად არაა საქმე, რომ ბოროტი და კეთილი იბრძვის ერთმანეთში. უფრო მნიშვნელოვანი არის ვინ მოიგებს, იმიტომ რომ მე ის თავის თავს კეთილს დაარქმევს, დაიქიროებს წერლებს, ისტორიკოსებს, ისინი გამოაცხობენ ზღაპრებს, იტყვიან რომ აი ყველაფერი დამთავრდა კარგად გადარჩით რომ ამან გაიმარჯვა და ასე მეტნაკლებად ესე ხა ცოტა უტრიეთ მაგრამ მეტნაკლებად მაინც ესეა ხოლმე რა ხო პარალელს გავალებს სუნძის ომის ხელოვნებასთან აქაც ზუსტად ამაზე ხო საუბარი რომ შე შემთხვევაში აჩვენებენ ხოლმე თავს მოწინააღმდეგეს სუსტად თუ შესაძლოა დააშვებინონ ხო რაღაც მანევრირებების ყველაფერი მოსულა მანევრირებები ხო ანუ ზუსტად ყველაფერი მოსულა იმისთვის რომ გადარჩე ხო აქამდე დადის იდეოლოგიურ გამოწვევებზეც ვისაუბროთ ცოტა გადავჩენდენ ამერიკელმა ფილოსოფოსმა პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ 1992 წელს ჩვენ შემოგთავაზა თეორია ისტორიის დასასრული ის ამტკიცებდა რომ ლიბერალური დემოკრატია და კაპიტალიზმი საბოლოო ეტაპი იყო კაცობრიობის პოლიტიკური ევოლუციისთვის ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლური მოდელი გაიმარჯვებდა მთელ მსოფლიოში და ძალაუფლების თამაშები შემცირდებოდა დღეს არსებული სოფლიო წესრიგი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეთანხმებული თამაშწესების დარღვევა, დიდი ქვეყნების ძალაზე ცბიერ და მანიპულაციური მეთოდების დაფუძნებული ქცევი არტოებს იმის განცდას, რომ ძალაუფლების თამაშები დასრულდა, ხო? რობერტ გრინს მოყავს თავის წიგნში. როგორ ფიქრობ, დღეს ვის სამყაროში ვცხოვრობთ? ფუკუიამას თუ ნიკოლო მაკიაველის? ფუკუიამასი არა ნამდვილად ყოველ შემთხვევაში. ფუკუიამას სამყაროში რო ცხოვრობდი ალბათ კარგია. გამიხარდებოდა იმიტომ რომ მისი ფანი ვარ. არ ვიცხოვრია არასდროს? არა თქმა უნდა, არა. იმიტომ რომ მშვიდობა ექნება, ხო და ესე ჰარმონია. რაზეა საუბარი და ფუკუიამას სამყარო იყო კომუნიზმის რეალურად, ისიც იგივეს პირდებოდა. იმიტომ რომ მე მახსოვს ახლა მოვესწარი მაგას ესე იგი. გვასწავლიან საზოგადოებრივ ცოდნეობას, რომელიც რეალურად იყო აი მარქსიზმის და კომუნიზმის საფუძვლების შესწავლა და იქ ვეუბნებოდა რომ კომუნიზმი რომ მოვა, იქნება ყველაფერი კარგად, ერთ-ერთი პრობლემა რაც შეიძლება გქონდეს, ეს არის უიღბლო სიყვარული, მაგრამ ხა ბოდიში მაგას თქვენს მაგერად ვერ მოგვაგორებს და ფუკუიამას დაახლოებით მაგას გვეუბნება, რომ ყველაფერი გაათიქნება და ნუ ხა მაგ ტერმინს უიღბლო სიყვარულს არ ახსენებს, მაგრამ აქამდე მიყვას ყველაფერი. ეს არის utopia, ეს utopia ტერმინი ხო ვიცი, როდის გაჩნდა რა და რეალურად ფუკუიამა არ არის პირველი utopisти. მარქსიც იყო utopisти. როდესაც მოვა კარგი ცხოვრება. მარქს მიაჩნდა კარგი ცხოვრების რეცეპტად რა. კომუნისტური იდეის გამარჯვება, რევოლუცია, ჯერ სოციალიზმი, პროლეტარების რევოლუცია, სოციალიზმი, კომუნიზმი, ყველანი იქნებით კარგად. მთელი სოფლიო იქნება კომუნისტური ერთნაირი. ფუკუიამა რას ამბობს? მთელი სოფლიო იქნება ერთნაირი დემოკრატიული, ამიტომ ვიქნებით კარგად. რაშია განსხვავება? მხოლოდ და მხოლოდ იდეოლოგიაში, კომუნიზმი დემოკრატიის წინააღმდეგ. კომუნიზმის ერთი ხوار ზღუდავს თავისუფლებას მეორე ღირებულებებზე ხوار. არა, მარქსი თავის დროზე არ ზღუდავდა თეორიულად, არ ზღუდავდა არაფერს, სამოთხეს პირდებოდა. უბრალოდ, ვინც მოახდინა რევოლუცია, თქვენს რომ ხალხი ბნელია, ხალხმა არ იცის ესე თქვათ, როგორ უნდა მევიდეს კომუნიზმამდე, ეს ჩვენ ვიცით, კომუნისტურმა პარტიამ, ამიტომაც არჩევნები იგრძალება. კომუნისტურმა პარტიამ უკეთესი ვიდრე ხალხს რა უნდა, ხო, ამაში იყო საქმე. მართვა ხალხისთვის ხალხის გარეშე. ხო, ზუსტად, ეს იყო და ეხლა საქმე რაში არის სხვა შორის? როცა ახლა რო ახსენე ერახში ომის ერთ-ერთი მიზანი ახლა ბევრ დარწმუნებულია, ამაში სიმართლის მარცვალი არის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მცირე მარცვალიო. ერახში ომი დაიწყო ამერიკამ ნავთობის გამო. მთავარი მიზეზი იქ იყო, რომ ერახში მთავრობის დამხობით და მერე იქ ამერიკული მოდელის ექსპორტით, ანუ დემოკრატიის ექსპორტის მეშვეობით მოხდებოდა დემოკრატიზაცია მთელი ახლო აღმოსავლეთის და თუ ეს იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ მთელ მსოფლიოში მოხდებოდა დემოკრატიზაცია. სადაც ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიზაცია მოხდა. არაბული სამყაროს დემოკრატიულად არ ქონიათ არასოდეს. ხო, ეს იყო მიზანი. ეს იყო რეალურად ფუკუიამას იდეების ცხოვრებაში განხორციელების მცდელობა.
და აი ამ იდეოლოგიას ქვია ნეოკონსერვატიზმი, ნეოკონები იყვნენ მაშინ ძალიან სერიოზულად წარმოდგენილი ბუშის ადმინისტრაციაში. შვილ ბუშია ცხადია საუბარი, რომელმაც დაიწყო ეს ომი, რომელმაც ამერიკა ძალიან დაასუსტა. კი ბატონო, მათ შორის. და ძალიან საინტერესო რა არის. აი ეს ნეოკონები ძალიან ბევრი არიან და იყვნენ შვილები ტროცკისტების. და ტროცკის იდეა იყო მთელ მსოფლიოში კომუნიზმის გავრცელება. 20-ან 30-იან წლებში ტროცკიზმი იყო ძალიან ძლიერი, სანამ სტალინის დავალებით მე რაღაც არ მოკლეს. მე დასუსტა ცხადია ძალიან ტროცკიზმი, ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ. ნახინე ლიკვიდაციის უკან ცხადია ბერია იდგა, ოპერაციის უკან, რაზეა საუბარი. და მათმა შვილებმა მე რო დაინახეს რომ კომუნიზმი დამარცხდა, სამაგიეროდ დაინახეს დემოკრატიაში ხსნა, სოფლიოს ხსნა. დემოკრატია თქმა უნდა ცუდი არ არის. მაგრამ ამავე დროს ჩვენ უყურებთ ერთ რაღაცას, რომ დემოკრატიას ახლავს თან ანუ ყველაზე უკეთესი რაც გვაქვს. მეგონი ჩერჩილს ახლა თუ ამერ უკეთესი არ გვაქვსო, ხო? ახლავს მას ორი საფრთხე, დემაგოგია და პოპულიზმი. და ჩვენ ამას ახლა უყურებთ ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში, აი ეს საფრთხე როგორ იჩენს თავს, ხო? ხო, რუმინეთის кейსზე გა. მათ შორის, არ ამხობს კიდე, აღარ დავასახელებ კოლონიალურ თავმჯდომარეებს, ხო? კი, ნამდვილად. ხო, დემოკრატიის უკუსლაზეც რო ვისაუბროთ, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ლარი დაიმონდი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოიყენა ტერმინი დემოკრატიის უკუსლა. მან ყურადღება გაამახვილა მასზე 2000-იან წლების შემდეგ სოფლიოში დემოკრატიის ტალღა შენელდა და ზოგან უკან დაიხია. შემდეგ მოგვიანებით ჰარვარდის ორმა პროფესორმა სტივენ ლევიცკიმ და დენიელ ზიბლატმა დაწერეს წიგნი How Democracies Die. ისინი აღწერენ როგორ კვტებიან დემოკრატიები თანდათან არა რევოლუციით, არამედ ინსტიტუტების შიგნიდან დაშლით. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი, რატო დაიწყო რღვევა დემოკრატიულ ინსტიტუტებში? მე არ შემიძლია ამაზე ვიმსჯელო, ისე თქვა ინსტიტუციური თვალსაზრისით. ეს აქ სუსტი ვარ საკმაოდ, არ არის ჩემი ისე თქვა ცოდნა ძლიერი. მე უფრო ვიმსჯელებ მოდი საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში. მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი მიზეზი, არა ერთადერთი გადამწყვეტი შეიძლება, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი არის გაძლიერება არადემოკრატიული სახელმწიფოების, რომლებიც თავის მხრივ ცხადია ებრძვიან დემოკრატიის გავრცელებას, საუბარი რა თქმა უნდა ჩინეთზე და რუსეთზე, ებრძვიან დემოკრატიის გავრცელებას ყველა შეაძლო გზით. რადგანაც, ჩვეულებრივი ამბავია, ხო, როგორც ამერიკა ცდილობს დემოკრატიის გავრცელებას, ისეთ ჩინეთი ცდილობს რომ შეუშალოს ხელი დემოკრატიის გავრცელებას, რატომ? იმიტომ რომ ისინი არიან მეტოქეები ერთმანეთის. ჩინეთს მიაჩნია რომ ამერიკას ცდილობს დემოკრატია გამოიყენოს მათ შორის თავისი ინტერესების გასაცვლელად, მათ შორის ხადია ჩინეთის შიგნით, ხო? და ამერიკა ფიქრობს რომ ჩინეთი შეეცდება დაანგრიოს ამერიკის დემოკრატია. პირიქით, ხო? ჩვეულებრივი ამბავია. ასე რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. ანუ აქ შეიძლება ითქვას ყველაფერი შეიძლება დადიოდეს ეკონომიკამდე. ჩინეთის ეკონომიკა ძლიერ იზრდება, ჩინეთიც ავტომატურად ძლიერდება. ჩინეთს ესე თქვათ მეტი თოფი აქვს, უფრო ძლიერი შეერაღებული ძალები აქვს, მისი პაუერი, ძალაუფლება იზრდება და შესაბამისად ის დემოკრატიას ახშობს ყველგან, სადაც კი ეს შეუძლია. ჯერჯერობით თქმა უნდა ის აქტიურად არ მოქმედებს გლობალურ არენაზე, როგორც ამერიკა, ჯერ მაინცერიდება. ახალი მოძლიერებულია, მაგრამ თანთანობით მე მგონი უფრო და უფრო ველოდოთ მის გააქტიურებას. თუმცა შეიძლება სხვა ფორმით. ამერიკას რაღაც ერთი ფორმა უყვარს, ჩინეთს ალბათ სხვა ფორმა უყვარს. ჯერჯერობით ბოლომდე არ ჩანს ჩინეთი როგორ გზას ირჩევს. რობერტ გრინის წიგნში აღწერილი კანონების გამოყენება რთულია დემოკრატიული ქვეყნებისთვის, ხო? რაც მაგალითად ავტორიტარი ლიდერებისთვის ბევრად მარტივია, მაგრამ ამავდროულად შეუძლებელი ხდება, ასე ვთქვათ, სამართლიანი თამაშის წესებით დაამარცხოს, ვინც გეთამაშება, სრულიად ყველა წესი დარღვევით, ხო? ფიქრობ თუ არა, რომ თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოებები შეიცლიან ქცევას და მოუწევთ არსებული თამაშის წესებზე გადასვლა. ანუ აქაც გამოვიყენებ გრინის წიგნიდან ციტატას. იმისთვის რომ დაამარცხო მონსტრი, ჯერ თავად უნდა გახდე, მონსტრი შემდეგ კი ეცადოს საკუთარი თავის მოთოკვას. ამდენ შესაძლებელია ეგ. აქ მე ვეთანხმები მიგაგებით, რომ იმისთვის რომ დაამარცხო მონსტრი, უნდა იცოდე როგორი იქცევა მონსტრი. შეიძლება ამისთვის მონსტრად ქცევა არ დაგჭირდეს, მაგრამ უნდა შეგეძლოს ესე თქვათ რაღაც მომენტში მონსტრის კოპირება, ხო, კოპირება უნდა შეგეძლოს, რომ სულები გამოიწრო, კი ბატონო, ხო. მე ყველაფერს შეგგვან ამდენ დავეთანხმები გრინს. ჩემი აზრით, კარგი ეს წიგნი იმითი რომ ეხლა ნორმალური წესიერი ადამიანი რო წაიკითხავს, რომელსაც არ უნდა გავშდება სრული რომ ეს გამოიყენოს. არა, გეტყვი ახლა ზულისხმობ. ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი დაეხმარება წესიერი ადამიანსაც, დაეხმარება იმაში, რომ იცოდეს რა ხდება, რა შეიძლება ხდებოდეს მის გარშემო, რამდენი პირდაპირ თქო არაკაცი შეიძლება შეხვდეს ცხოვრების გზაზე. ამისთვის არის კარგი თუნდაც და ამ ადამიანს უნდა შეეძლოს წესიერი ადამიანს, რომელიც არაპირებს რომ ინტრიგებით გაიკვლიოს გზა, უნდა შეეძლოს რომ ესე თქვათ
მონსტრის მაზრის აზროვნება იცოდეს, ხო? ან კოპირება შეძლოს ხანდახან თუ საჭიროა მონსტრის, რომ იცოდეს კი, გაუძალიანდეს მისგან რას უნდა ელოდოს, ეს რო იცოდეს. კი, ეს გრინი ძირითადად მაინც კონცენტრირდება არა იმდენად საერთაშორისო პოლიტიკაზე, რომელიც ახლა ჩემთვის უფრო ის არის ნაცნობია, არამედ შეიძლება ითქვას კარიერის კეთებაზე, ბიზნესის წარმატების მიღწევაზე და ასე შემდეგ და ამიტომაც დაამახსოვრდა მელოსის დიალოგის кейსი, იმიტომ რომ ჩემს სფეროს თორემ უფრო ახლოს იყო. ნუ სხვა რაღაცებს დაამახსოვრდა, რა თქმა უნდა. სხვა შორის აქ ერთი ნოველა აქვს მას, ნოველა კი არა, ბოდიში. იგავარაკი აქვს მას კიდევ, რომელიც ხდება ჩვენ სულხან საბასთან. მელარ გადაარჩენს ადამიანს, ხო, ადამიანს გველი რო ხაკლავს კი და ზუსტად იგივეს ყვება გრინი, როგორც ჩანს ეს ძველი იგავარაკია სულხან საბას სადღაც არაბულ ეპოსში იპოვა ალბათ, მან ხო ძირითადად ეს ძველი ისინი იგავარაკები იპოვა და შეკრიბა ერთად და გრინმაც როგორც ჩანს ღრმად შეისწავლა ეს ძველი იგავარაკები, სადაც ბევრი სიბზნე რა თქმა უნდა. ახალი თითქმის არაფერი არ არის ნათქვამი და დაწერილი პოლიტიკაზე ჩემი აზრით. ყველაფერი არის ძალიან ძველი, პოლიტიკის კანონები არ იცვლება და შესაბამისად ძალიან კარგად თუ მოვჩხრეკთ, ჩვენ შეგვიძლია თითქმის ყველაფერი ხა რაც ხდება, იმისი ახსნა ვიპოვოთ ძველ ისტორიაში, იმისი ახსნა ვიპოვოთ, ინტერპრეტაცია ვიპოვოთ ძველ იგავარაკებში. იგივე თუ კიდეს ისტორია, რომელიც დაწერილია ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში, დღეს იკითხება ძალიან საინტერესოდ და ბევრი ავტორი მიიჩნევს, რომ იმის ფერი ეგეთი არაფერი დაწერილა, ეს რას ნიშნავს? პოლიტიკის კანონების სინამდვილეში ძირეულად არ შეცვლილო, მხოლოდ ფორმა შეიძლება რაღაც ფორმა შეიცვალა ელემენტარულად, თორემ პრინციპები იგივეა, არაფერი განსაკუთრებული რეალურად. ამაშია საქმე და ამიტომაც არის, რომ გრინიც აი ღრმად მიდის და ძველ იგავარაკებს იხსენებს ხოლმე და იშველიებს. ანუ ჩვენ რეალურად მაინც ამ ძალაუფლების თამაშებში ვართ, ხო? უბრალოდ რაღაც სახეცვლილება მოხდა უბრალოდ ამის. რასაკვირველია. მონობა რა თქმა უნდა აღარ არსებობს, ისეთ სახით როგორც იყო ადრე, თუმცა არსებობს კორპორატიული მონობა სიტყვაზე. ყველგანი ხა თითქმის სოფლიოში. მეტნაკლებად მხრიდან ბოროტად გამოყენება ძალაუფლებას. მეტნაკლებად ხა შედარებით ნაკლებად არის შედარებით ევროპის განვითარებულ სახელმწიფო, სადაც არის social welfare-ს რო ეძახიან. იქ შედარებით ნაკლებად არის რა თქმა უნდა, ხო, კი ბატონო, იმიტომაც არის ისევ და ისევ ევროკავშირი კარგი და აღარ დავუბრუნდები ჩემ შეკითხვას, აი საინტერესოა რა მოუვია ევროკავშირს თუ დიდ ჯარებს შექმნის. ხო, მათ შორის ძალიან საინტერესო ისტორია მოყავს ლუი მე-14-ზე, მეფე მზეზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ ანუ ერთ-ერთი კანონია არასდროს დაჩრდილო შენი ხელმძღვანელი და მასზე და ფუკეზე საუბარი, ის ფინანსთა მინისტრი იყო. და ის ცდილობდა, რომ უფრო მდიდრული წვეულებები გაემართა, უფრო მდიდრული სასახლეები ქონოდა ვიდრე მეფეს და თავისი, ასე ვთქვათ, ამ ქცევით მეფის ყურადღების მიქცევას ცდილობდა და ფიქრობდა, რომ მეფეს სიამოვნებდა. მიიქცია ყურადღება, საბოლოო ჯამში ყველაფერი ჩამოართვეს, დაიჭირეს და მოკლეს. აქ ფუკეს არ გამომართლა იმაში, რომ ლუი მე-14 იყო ის მონარქია, რომელმაც აბსოლუტური მონარქია დაამყარა საფრანგეთში და ესე ვთქვათ მეფის კულტი შექმნა, როგორც ასეთი. მანამდე არ იყო ესე. ხო და ფუკე გადაეყარა მის დასაუბედროდ ასეთ მეფეს, რომელსაც მიაჩნდა, რომ მეფე არ დაიჩრდილა კი არა და არ ვიცი, ახლოს ვერ მომისულიყო მასთან ვერავინ. მას სხვა შორის ეგ გამახსენდა кейსი კისინჯერის და ნიქსონის ურთიერთობაც ამათ ნახსენები, რომ კისინჯერი როცა ნიქსონს ურდა მემორანდუმებს, რამდენი ვარიანტს თავაზობდა, ორ სულელურს და ერთ ჭკვიანურს, სპეციალურად, რომ იმას ჭკვიანურია ერთი ეთქვა, რომ შესულელი ხო არა ხა ეს ორი რა თმინდა. რომ იმას ჭკვიანად ეგრძნო თავი ნიქსონს, ხო. ხო, ეს კი ბატონო, ეს მიცე ადამიანის საშუალება ხო რომ ის თვითონ ჭკვიანი გამოჩნდეს და ის იმან გააწყვეტოს, ხო, რომ აი მე მაგარი ვარ, ეს ჭკვიანური მე ვიპოვე და შენ ზოგადად სისულელად დამიწერე, ხო, აზიას ხო და. ძალიან საინტერესო. ხო, კი ბატონო, ხა თუმცა ხა გაჩნდი, იქაც ხა ნიქსონს არ კისინჯერს არ გაუმართლა, რომ ნიქსონისნაირი უფროსი იყავდა, ნიქსონი ცნობილი იყო თავის პარანოიული ხასიათით. გრინი ხშირად საუბრობს ასევე თამაშებზე, ხო, და დისტანციასა და სიმშვიდის შენარჩუნებას. ძალაუფლებისთვის სიწყნარე უფრო მნიშვნელოვანია თუ ხანდახან სიგიჟე როგორც სტრატეგია? ანუ ეგონის მე მაინც სიწყნარე და სოლიდურობა. სიგიჟე არ ხდება? თუ გჭირდება რაღაც მომცებულ კონკრეტულ кейსში, მომენტში სიგიჟე, მაშინ თუ აუცილებლად მოითხოვს. თორად რა თქმა უნდა, სიდინჯე, სოლიდურობა გაცილებით მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ძალაუფლებისთვის, სერიოზულობა მოდი ესე ვთქვათ რა. ხალხის ველში უნდა იყოს სერიოზული პირველ რიგში. და იმიტომ რომ ხა ხალხს უნდა რომ იყოს მასზე უფრო ჭკვიანი. ხო, მასზე უფრო სერიოზული, ამაშია საქმე. გიჟი ხა გიჟები სოფელში ბევრი იყო. ყველა სოფელს თავის გიჟი ყავს, რა თქმა უნდა, ხო და რა თქმა უნდა.
ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ბევრ ქვეყანაში იზრდება ინფორმაციის კონტროლი, პროპაგანდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დაიხვეწა ინფორმაციის მოგროვების და ასე ვთქვათ გავრცელების საშუალებებიც, ხო? მასობრივი კონტროლის ბერკეტებით ჩდება და მათ შორის სხვა ქვეყნების საზოგადოებებში ჩარევის რესურსებიც გაიზარდა. მეგრად წოდებ fake news-ები და ასე შემდეგ. ეს ეხმიანება გრინის ერთ-ერთ კანონს დააბნია მტერის სხვადასხვა მიმართულებით. შეგვიძლია აი გავიხსენოთ იგივე აშშ არჩევნებში ჩარევაც, ხო? ამდენად ეფექტური წესია ეს თქვენი ტრამპის პირველი არჩევნები? ტრამპის პირველი არჩევნები. ხო, ეს იყო ხა ჩარევა მანამდე მოხდა რა ბევრგან ქვეყანაში რაზეა საუბარი, უბრალოდ ეს იყო შოკი, იმიტომ რომ მეგონი პირველად მოხდა რომ ვიღაცა მოახერხა ამერიკის არჩევნებში ჩარევა და შეიძლება ითამაშა მნიშვნელოვანი როლი იმაში რომ გადაწყვიტა არჩევნების ბედი. ამით იყო ეს მნიშვნელოვანი, თორე ხა ჩარევების ბედი რა გვინახავთ ჩვენ ყველა მხრიდან ყველა მხარეს. და აი ეს იმითაც იყო საინტერესო 2016 წელია, ხო? რომ ჩემს უფრო ჭკვიანი ხალხს მიაჩნია პოლიტმეცნიერებს, ჩემს სფეროს წარმოადგენლებს, რომ 2016 წელს დასრულდა უნიპოლარული სამყარო. ანუ ამერიკის ლიდერობის ხანა დაიწყო ცივი დასრულების შემდეგ 91 წელს და ზუსტად 25 წელი გასტანა მეოთხედი საუკუნე. 2016 წელი რით არის ესე თქვათ რა სიგნალები არის 2016 წელს, რომელიც ესე თქვათ მიგვანიშნებს, რომ დასრულდა უნიპოლარული ხანა. პირველი ეს სავარაუდო კი არა, მე მგონი მართლა ჩარევა ამერიკის არჩევნებში, რომელმაც შეიძლება მართლა ითამაშა რაღაცა როლი, დაამდვილით ამაზე თქვა, ეხლა მე ნამდვილად არ რაღაც სპეკულაციებში შევიდე და მეორე მოსვლისთანავე ტრამპი უწესებს სანქციებს მოსვლისთანავე თუ რა ვიცი, შეიძლება ერთ წელი არ მახსოვს, მაგრამ მალე უწესებს სანქციებს ჩინეთს, ანუ აღიარებს, რომ ჩინეთი არის ამერიკისთვის პრობლემა. ანუ ამერიკას ჭირდება ჩინეთის გასაჩერებლად ეკონომიკური სანქციები. ხო, აი ეს ორი მოვლენა, რუსეთის მხრიდან ჩარევა და სანქციები. ჩარევა თუ გამოგდის, რატომაც არა, დაზე საუბარი. ხო, ცინიკურად კი ჟღერს, მაგრამ თუ გაშენ საშუალება მოტივი, როგორც წესი ამას აკეთებენ ხოლმე, ჩვეულებრივი ამბავია. 96 წელს იყო რუსეთში არჩევნები და იელცინი აწყობდა ცხადია დასავლეთს, უფრო მისაღებებისთვის და მისი მეტოქე იყო ზიუგანოვი. და კომუნისტური პარტიის ლიდერი ზიუგანოვი, რომელსაც შეიძლება მოეგო არჩევნები. ამას მოწმობდა მაშინდელი გამოკითხვები. და იავლენსკი იყრიდა კიდე ეკენჩ დემოკრატი, რუსი დემოკრატი და იავლენსკი დაიბარეს ამერიკის საელჩოში და უთხრეს შენ არ იყარო კენჭი, იმიტომ რომ იელცინს არტმე ხმებსო და დაგვიჯერე ეგრე ჯობიაო და ამა უთხრა ვიყრი კენჭი რა თქვენი საქმეო. თუ კენჭი იყრის ვიზას არ მოგცემთო უთხრეს ამერიკის საელჩოში. საინტერესო ისტორიაა ძალიან. ხო, იმიტომ რომ ნუ ეხლა უნდა თუ იელცინს გაემარჯვა და მივართავდნენ ყველა გზას. და ეხლა თქონდა იელცინის გამარჯვება ჯობდა ყველასთვის ალბათ, მთელი მსოფლიოსთვის. რაზეა საუბარი, ხო, მაგრამ დემოკრატიას რო გაემარჯვა რუსეთში, შეიძლება ზიუგანოვს უნდა მოიგო არჩევნები მაშინ, ამაშია საქმე. ხანდახან შეიძლება დემოკრატია არ იყოს კარგი, აქედან გამომდინარე, ხო? და ჩვენ ხო ვიცი ძალიან მეგვგან დემოკრატიის შედეგად მოვიდნენ რადიკალი ისლამისტები. ჩვეულებრივი ამბავია სრულიად. შესაბამისად დემოკრატიისთვის შეიძლება ყველა მზად არ არის, რა თქმა უნდა, ამაშია საქმე. კიდე ერთი აი ზუსტად ამის გამოძახილია და მინდა რომ ესეც დავაზუსტო. ძალაუფლების ხელში ჩასაგდება და ძალაუფლების შემდეგ შესანარჩუნებლად. ყველა მეთოდით გამართლებულია, მიზანი ამართლებს საშუალებას ამ კუთხით. მაკიაველი ამას ხშირად ამბობს. იგივე გრინიც მეორე. ნუ გაჩნია. შენ თუ ადამიანს თუ მიაჩნია რომ ის თუ არ მოვა ხელისუფლების ძალაუფლებაში დაიგრევა ქვეყანა, მაშინ ალბათ კი. მაგრამ ყველას ეგრე არ მიაჩნია? ყველას ეგრე მიაჩნია მაშინ საქმე. ამიტომაც ერთ-ერთი ჩემი აქსიომა რომელთაც ვიწყებ ხოლმე ჩემს სალექციო კურსებს ახალ ჯგუფთან არის ის რომ პოლიტიკა იზრდება შედეგებით. მე თუ შედეგებს მიაღწევს, კი ბატონო, ისტორია მას გაამართლებს. თუ შედეგებს ვერ მიაღწევს, არა. რაც უნდა მას კარგი მიზნები და კეთილშობილური რაღაცა რწმენები კონდეს, არა. არანაირად, თქმა უნდა, ამაშია საქმე. შედეგებით უნდა გავზომოთ საბოლოო ჯამში. რომელი სახელმწიფო ლიდერი განიხილება თქვენ თვალში როგორც გრინის წესების, ასე ვთქვათ, პრაქტიკულ ოსტატად? თუნდაც შეგვიძლია ძველ ლიდერებზე ვისაუბროთ თან არც ვიმის. მე მგონი მას ესე ვთქვათ კისინჯერია მისი კერპი და ხო ლიდერი არ იყო კისინჯერი ხო ლიდერი არ იყო კისინჯერი კი ბატონო მაშინ არ ვიცი მინავთ უფრო ბიზანტიელი მეფე ვიყავთ ეხა ძალიან რთულია თქვა რომ იმდენი კანონი აქვს იმდენი რაღაცა რომ ძალიან რთულია თქვა იმიტომ რომ ხა კანონია ეხა როგორც გაიხსენეთ ეხა დამალე შენი ზრახვები ხო ეხა მაგას რომელი ქვეყნის ლიდერი მიმართავს რომელიც სუსტია თავი და მერე ძლიერდება დავით აღმაშენებლობას თავის დროზე გააკეთა. კი ბატონო, ხო. ჩვენმა სათაყმელმა მეფემ. აი, შეიძლება აღმაშენებლობა. თუმცა ვამართლებთ, ხო, მაქსიმალურად შედეგებით ვამართლებთ, ასე პირველია, შედეგებით ვამართლებთ. ამაშია საქმე, კი ბატონო. აი ეს არის ამაშია საქმე, ისევ და ისევ. შეიძლება რესპექტებს როგორ იცვლება, ხო? ვიღაცა ჩვენთვის ბოროტი არის, ჩვენ განვსახედენ ჩვენთვის კეთილი. რასაკვირველია. ანუ
ადამიანს შეიძლება ძალიან უყვარდეს თავის სამშობლო, მაგრამ თავის პოლიტიკით დააქციოს თავის სამშობლო. მიიყვანოს კატასტროფამდე. ამაშია საქმე, ხო? ხო და შედეგებით იზომება ყველაფერი. აღმოჩენილ დადო შედეგი, რომ წაიგო ეს თავარი ბრძოლა. შეიძლება ჩვენ აღარ ყოფილიყავით ეხა საერთოდ. ეხა დიდ გორს გაიხსენებდნენ სხვები, როგორც ერთ-ერთ კარგ გამარჯვებას. ერთ-ერთ რიგით გამარჯვებას. ისინი უფრო მეტნი იყვნენ ჩვენზე და მათთვის რიგითი გამარჯვება იქნებოდა ჩვენთვის. არის თავარი გამარჯვებას კი მოვიპოვებიო დეზღაც. თუმცა მე რომ მკითხო ამ დიდ გორის ესე ვთქვათ არარეალისტურად ინტერპრეტაციამ, როაც 9 მილიონიანი არმია დავამარცხეთ, გააჩინა რაღაცა ძალიან სერიოზული დაავადება ჩვენს მენტალიტეტში, რომ ოდესღაც ერთი ქართველი რაღაც 20 ყიზილბაშს წერეოდა ბრძოლის ველზე. ხო და ამიტომაც ეხა დიდი გამარჯვების ცოდნა კარგია, მაგრამ ამავე დროს მისი კარგად შესწავლა აუცილებელი, ობიექტურად და ზუსტად, რომ იცოდე რომ 9 მილიონს 10,000 კაცით ვერ მოვერევი. ეს უნდა იცოდე წინასწარ. 9 მილიონი თუ გადგება, განწირული ხარ. ეს უნდა იცოდე კარგად. ესე ჯობია ხარ კი უხარ. კი, შეასრულეთ, რომ განადგურდე ფიზიკურად, ხო? რა ჯობია ეხლა? კი, უყვარს ბევრს ტრიტირება, რომ ჯობს იოსაცა ნაზრა სიტყვის სახელოვანი, მაგრამ ნუ თუ მოკვდები შეინშულებს აღარ იარსებებენ აქ ქვეყანაში ვინ ცხოვრებს? დამპყრობელი შემო ვისი ცხოვრებს, ხო? თუ გადარჩები შენ შანსი გაქვს მენი გაზრდილი დამპყრობელი გააძევო. და ამაშია საქმე და სამწუხაროდ საქართველოში აი ამის გაცნობიერება ხო უცნაურად ხდება ახლა. ხო, აი მე მგონი ეს სამართლოდ მიაჩნიეთ. გადარჩენა და გაძლიერება სამართლოდ მიაჩნიეთ და უფრო მიღებული ეგრევე შესწირო თავი იქვე მოკვდე. მე მგონი პატონად თქვა თუ არ ვცდები ამერიკელმა გენერალმა, ჩემი მიზანი ის კი არა რომ ჩემმა ჯარისკაცმა შესწიროს თავი სამშობლოსო. ჩემი მიზანი არის რომ მოწინააღმდეგის ჯარისკაცებმა შესწირონ თავის სამშობლოსო. ისინი მეტი დაიხოცნონო. ამაშია საქმე. ძალიან პრაგმატული და ჭკვიანდური ნათქვამია, ხო? ხო და პატონს მაინც ამოეფარები ამერიკელია და ესე თქვა შეიძლება მოეფაროს. ნუ რაღაც ერთ წიგნისთვის ძალიან ბევრი კანონია, ბუნებრივია ყველას ვერ მოვიყვათ და ვერ მოყვებით, მაგრამ მაინც საინტერესოა ძალაუფლება მუშაობს თორე ყოველთვის კანონებით. თორნიკე, რა რჩევა გექნებათ ახალგაზრდა ადამიანებისთვის, მათ შორის სტუდენტებისთვისაც, ერთის მხრივ დაიცვან საკუთარი თავის სხვების გავლენებისგან და მეორეს მხრივ ესმოდეთ ძალაუფლების კანონები, როგორ მუშაობს ძალაუფლება. შეძლონ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება და ისე რომ დაკარგონ ოღონდ საკუთარი თავი. ხო, პრინციპში თითქმის უპასუხეთ მე მგონი ამას. უნდა იცოდეს შენ ცხოვრების გზაზე რამდენი არაკაცი შეიძლება შეგხვდეს და უნდა იყო ამისთვის მზად. რაზეა საუბარი? თუმცა რაც უნდა ისწავლო წიგნებით, ვერ ისწავლე მაინც იმას, რაც შენ მოგიწევს ცხოვრებისგან პრაქტიკაში ისწავლო. გამოცდილების გარეშე, უარყოფითი გამოცდილების გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერ იზრდება. და უარყოფითი გამოცდილება პრაქტიკაში მხოლოდ და მხოლოდ. წიგნებში წაკითხული შენ სხვისი უბედურება და სხვისი ჭკუა დარიგება და ქოუჩობა შენ რა თქმა უნდა ვერ გიშველის ბოლომდე. თუ ძალიან ჭკვიანი ხარ, მაქსიმალურად გაითვალისწინე, მაგრამ ყველა ვარიანტში ცხოვრებაში 1-2 ფეხი წაგიცდება, მაგრამ ეს ნორმალურია. თუ არ წაგიცდება ფეხი, ვერ ისწავლი ფეხზე დადგომას, ხო, ხელახლა. ჩემმა მეგობრის მამა მითხრა, რომელიც იყო ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი 80-იან წლებში, რომ ინდივიდი ყალიბდება ყოველთვის ძლიერი ინდივიდად ჩამოყალიბება ხდება მხოლოდ ექსტრემალურ პირობებში. ფუფუნებაში გაზრდილი ადამიანი კი არა ის ბოტანიკოსი იყო და ამიტომაც გულისხმობდა ყვავილებს და შემდეგ. ანუ ყვავილიც კი ფუფუნებაში გაზრდილი მარტივად იღუპება თუ შეხვდება წინააღმდეგობა. ამათ ადამიანი მით უმეტეს. ეხლა თუ დავაკვირდებით ჩვენ ფუფუნებაში გაზრდილი, ფუფუნება ხო ევროკავშირი, ფუფუნებაში გამოზრდილი ევროკავშირის ლიდერები სუსტები არიან. და ვინ შექმნეს 64 ევროკავშირის სახით თავის დროზე, იმ ხალხს ორი მსოფლიო ომი ჰქონდა გამოვლილი. დეგოლებს და ადენაურებს და ასე შემდეგ, ვინ ჩაუყარეს საფუძველი ევროპელების ერთობას თავის დროზე. მათ შორის ფრანგების და გერმანელების შერიგებას, რაც არის ქვაკუთხედი ევროკავშირის. ჩერჩილსაც აქვს გარკვეული როლი სხვა შორის. ეს ვინ ხალხი იყო, ვინც ორი მსოფლიო ომი გაიარა, უბედურებები გაიარა. და ამ ძლიერმა ხალხმა მოგვიდანეს კარგი ცხოვრება. ამაშია საქმე. ან კარგ ცხოვრებას საუბედუროდ ძალიან ხშირად სუსტი ლიდერები მოყავს. ეს ციკლია დაუსრულებელი. თუნდროებას მოყავს ძლიერი ადამიანები, ძლიერები ქრიან კარგ დროს და მე კარგ დროს მოყავს სუსტი ადამიანი. და ეს სუსტი ადამიანი ქრიან მე რთულ დროს. თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. დღევანდელი პოდკასტი ამით დავასრულეთ, თქვენ კი გამოყევით და გამოგვიწერეთ აუცილებლად ჩვენს YouTube არხზე, ასევე გამოყევით Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. ნახვამდის.